მოულოდნელი აღმოჩნდა სახალხო დამცველის კანდიდატურაც უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე უჩან ანუაშვილს წარადგენს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელია. თუმცა ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდი ნინა ხატისკაცს ლობირებდა. რატომ შეიცვალა კოალიციამ პოზიცია? ხატისკაცი მიზეზად არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ რეაქციებსა და მეუღლეს ასახელებს, რომელიც მესტიაში გამგებლად დაინიშნა. სამაგიეროდ ნანუაშვილის კანდიდატურითა და მისი გამოცდილებით კმაყოფილია მესამე სექტორი. თუმცა უფლებადამცველებისგან განსხვავებით უმრავლესობის რჩეულს ისევ იწუნებს უმცირესობა. ხვალგა ხდება ცნობილი ვინ დაიკავებს ამ სავარძელს. ომბუდსმენობის 7 კანდიდატიდან ერთ-ერთს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. საპარლამენტო უმრავლესობის ფავორიტი უფლებადამცველი უჩან ანუაშვილია. იყო საუბარი სხვა კანდიდატურებზეც და უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა მოთათბირების გზით, ერთმანეთთან კონსულტაციის გზით, ეს კონსულტაციები არ იყო მარტივი, ამის დაჭირდა დაახლოებით 1 თვე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი ანუაშვილი დაგვესახელებინა ამ საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობას. უმრავლესობის კანდიდატს უმცირესობა უკვე მეორედ იწუნებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები უფლებადამცველს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს ახსენებენ. თუ გავითვალისწინებთ მის მიერ ბოლო დროს ძალიან მკვეთრ პოლიტიკურ შეფასებებს, მე შინია რომ ბატონ უჩას პოლიტიკური мотиваცია შეიძლება გაყვეს სახალხო დამცველობის დროს. ომბუდსმენობის კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებას არ ეთანხმება. უჩან ანუაშვილი ამბობს, რომ მისი ყველა განცხადება ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნებოდა. თუ რამე განცხადება ყოფილა გაკეთებული, ყველაფერი იყო დაფუძნებული ფაქტებზე, კონკრეტულ ინფორმაციაზე, იმ ტენდენციებზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში არსებობდა ქვეყანაში. უმრავლესობის კანდიდატი მისაღებია არასამთავრობო სექტორისთვის. ახალგაზრდა იურისტები და ადვოკატები ამბობენ, რომ უმრავლესობამ კანდიდატურის შეცვლით შეცდომა გამოასწორა. პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დაშვებული შეცდომის გასწორება მოახდინა, თუმცა მეტი დემოკრატიისთვის სრული მზადყოფნა იქნებოდა ომბუდსმენის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა დასახელებულიყო. ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორად იქცეოდა პარლამენტი ან ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, იმიტომ რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები დაირღვა ვადებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა მიიღებულიყო. ნინა ხატისკაცი უმრავლესობის მხრიდან ახალი კანდიდატის დასახელებას არასამთავრობო სექტორის კრიტიკული პოზიციით ხსნის. გავლენა ნამდვილად მოახდინა საზოგადოების მოთხოვნამ პროცესის იმ კალაპოტში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ინიციირებული იყო თავად უმრავლესობის მიერ. უჩან ანუაშვილი მისაღებია ომბუდსმენობის სხვა კანდიდატებისთვისაც. მე მას ხარს დაუჭერდი როგორც კვალიფიციურ გამოცდილ და ზედმიწევნით კარგ უფლებადამცველს, ამ თვალსაზრისით მე მას მინდა უსურვო წარმატებები. სახალხო დამცველად უჩან ანუაშვილის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობას 14 არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა.